რამდენიმე კვირაში მმართველი პარტია მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისათვის სამზადის ოფიციალურად დაიწყებს. სოფო ბერიძეს უსმენთ. მეათე საიუბილეო გამარჯვებაში დარწმუნებული ქართული ოცნება იმ არგუმენტებს ასახელებს, რომელიც მათ იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება მათ დარჩება. სახელმწიფო გუნდი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიუხედავად ბუნებრივია ჯერ ისევ რჩება პრობლემები, რომელთა გადაჭრის რეალური შესაძლებლობა სწორედ ქართული ოცნების ხელშია. ქართული ოცნება ამბობს იმასაც, რომ მეორე მხარეს არიან ძალები, რომლებიც წლებია საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ სხვების დაკვეთით იბრძვიან. მმართველი პარტია ამბობს, რომ საარჩევნო მარათონს ისინი მრავალმხრივ გაძლიერებული ხვდებიან. ჩვენ ადგილ თვითმმართველობის არჩევნებში შევდივართ მრავალმხრივ გაძლიერებული, ჩვენ გუშინ მქონდა პარტიის ყრილობა, სადაც ავირჩიეთ პარტიის ახალი თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი თანაშემოქმედი პარტიული სტრუქტურისა, იმ ასე ვთქვათ სისტემისა, რომლითაც მუშაობს ჩვენი პარტია, როგორც ცენტრალური ოფისი, ისე მისი რეგიონალური დანაყოფები, ასე რომ ამ ხრივ საკმაოდ ძლიერი, ასე ვთქვათ, ძლიერი შემადგენლობით და სტრუქტურულად გაძლიერებული შევდივართ, როგორც პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ასევე გაძლიერებული შევდივართ საზოგადოების მხარდაჭერის მხრივ. თითქმის ორნიშნა აჩვენებელი აქვს ეკონომიკის ზრდას. სოციალური პაკეტი გაძლიერდა. შემცირდა უმუშევრობა და სიღარიბე, მაგრამ პრობლემები კვლავ რჩება. ამ პრობლემების გადალახვის სერიოზული გეგმა, პროფესიონალური გეგმა გააჩნია ქართულ ოცნებას. მეორე მხრიდან არის გეგმა, რომ როგორმე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უნდა გახდეს მარიონეტი და ვიღაცის ხელში გამოსაყენებელი იარაღი თუ საზარბაზნე ხორცი. და აი ამ ორ ფაქტორს, ორ პროგრამას თუ დააპირისპირებ ერთმანეთს, რასაკვირველია, შედეგსაც ადვილად გამოთვლა. 64 მუნიციპალიტეტში დარწმუნებულები ვართ, რომ დამაჯერებლად დავამარცხებთ აი ამ უსამშობლოთა გაერთიანებას, რა თქმა უნდა, თუ მიიღეს მონაწილეობა და საინტერესოა რეალურად მათი მონაწილეობა, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოებამ გასცეს რეალური პასუხი და კიდევ ერთხელ დაინახონ მათმა პატრონებმა, თუ რეალურად რა პოზიციაზე დგას საქართველოს ჩვენი საზოგადოება და რა ფასეულობებს ცემს პატივს და რა არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. აი ეს უნდა იწვნიოს მათაც, აქ ამ აგენტებმა და ეს დამარცხება უნდა იწვნიონ მათმა პატრონებმაც. გუშინ ქართული ოცნების მეცხრე ყრილობაზე ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მართულ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაწყებული აქვს და რომ საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად რამდენიმე კვირაში გახსნის. მადლობ, სოფო ბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.